ღმერთო, ნუ თუ რეალურია რა ბოსფორის სრუტის გადაცურვა, რა დარდანელი. აგვისტოში უნდა მოსულიყო თამილა ჩვენთან, მაგრამ არ მოვიდა, იმიტომ რომ თითიფოთში დარდანელი უნდა გადავცურო. გიგონება რაღაცა გორღობეში ის უნდა გადა. იცი რა, იმდენად დიდი სიამოვნება იყო. პირველად რო ჩავედი, მაშინაც ვიდა, ეხაც გავიმეორებ, რომ რო დავინახე ბოსფორი, ვაიმე ღმერთო, მე ამის გამკეთებელი არ ვარ და მართლა ვიტყვი სახში, რომ ან ფეხი რაშვაში იყო, ფეხი ის სილვისო ვეტყვი, რომ ფეხი გადამიბრუნდა რაღაც რაშვაში იყო. რო დაინახე რას ნიშნავს, ანუ შენს წინ არის უშუალებელი სივრცე. უშუალო და მეთქი ამას რა გადამაცურინებს, რა მეტი ჩარა ვარ, რა ყველაფერში მე უნდა გამოვედო. 6 კილომეტრი ნახევარი. მაშინ ეს ჩემთვის ბევრი იყო და ეხლა 10 კილომეტრს გადავსულავ ძალიან ჩულებ, რომ გააჩნია დროს. ეხლა იქ შეიძლება იმაზე რა ქვია, პოდიუმზე არ ავიდე, მაგრამ ნუ დავფარავ რა. ხო და ვიტირე. აქ მეფსკვნებოდა ცრემლები რო უყვრით. თან მარტო არ არავინ არ მახლავს, აშვილები არ მახლავს, არავინ არ მახლავს.